ბევრი ადამიანი ჩემს გარშემო თითქოს წარსულსა და მომავალში გაჭედილია, მაგრამ არ არის აი აქ და ახლა. აი ამას რა უშველო? მე უნდა ვაცნობიერებდე ყურადღება სადამ აქვს. ეხლა აქ ჩნდება ბევრი ადამიანისთვის პრობლემა რა იცი, ირაკლი? კარგი ყურადღება გაქვს შეგნით, მაგრამ რო არ იცი იქ როგორ რა გააკეთო? ანუ იქ სიჩუმე ხდება დუმელი და სიბნელე. და პრობლემები. და პრობლემები. თუ კონკრეტულად შენს კონკრეტულ სიტუაციებს და შენს კონკრეტულ ნაგავს არ დადებ ვიღაცასთან მაგიტაზე. ხო? ის ფორმულა რომელიც ზოგადად მოისმინე, შენ თვითონ არ იცი როგორ გადმოიტანო. ძალიან ახლოს ხარ. ვიღაცა გჭირდება ნეიტრალური ადამიანი, რომელსაც ესე გავლილი და გამოვლილი აქვს. Life coaching-ი ფსიქოლოგიისგან იმითი განსხვავდება, აი ფსიქოთერაპევტისგან, რომ ეს უფრო სწრაფია. ძალიან აგრესიული მეთოდია და ამას არ სჭირდება 6 თვე ფსიქოთერაპიაზე იყო. გულის გახსნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი შეიძლება ადამიანმა საკუთარი თავისთვის გააკეთოს. და შენ დღითი დღე ესე თავისუფლდები. რაც ბევრს მოუწერია, რომ გავედი გარეთ, შევამჩნიე, რომ ხეები იყო და რამდენი ხანი არ დამინახია, რომ ხეები არის ქუჩაზე.